მოგესალმებით მეგობრებო ყველას და დაგიბრუნდით მეგობრებო ფუტბოლ 2026-ით თითქმის მგონი 1 წელია არ გადამეღია ეს ფეხბურთი ეს თამაში წაშლილი მქონდა ვაფშე აღარ თამაშობდი და ეხლა გადმოვიწერე ვიდეოსთვის რა მოკლედ დღეს არის 8 საათზე თამაში 8 საათზე არის თამაში საქართველო ეჯიბრება ბაჰრეინს აქ მეგობრებო ყველაფერი კარგად გვაქვს სიძლიერე გვაქვს ტოპ პლეიერზე ანუ მართლა თამაში იქნება რა ეხა ადვილი არ იქნება რა ამის თამაში ეხა და მოკლედ კაი წავიდეთ აბა რა მოხდება სინამდვილეში აქ რა ხდება მიქავტაზე კვარაცხელიას არა თამაშები კაცო მოიცადე აქ ყველაფერი შეცვლილია ბიჭო მოიცადე კაშია წავიდა კაი მოდი ჩვენ ეხა მეგობრებო ვათამაშოთ კაშია ეხა და ჩაკვეთაზე ტრავმა მიიღო ალბათ კვარაცხელია ჩემი აზრით ითამაშებს კაი ძიძივაძე იყოს რა დავტოვოთ ასე და წავედით აბა რამდენი ხანია თამაში არ შევოსულა რა მოხდება ეხა ვიცი ძმა ყველაფერი ნუ მასწავლე ვიცი გავიგე ოპა როგორ მომენატრა რა ნახე ყველაფერი შეცვლილია მეგობრებო გამოდიან მეგობრებო ფეხბურთელები ემზადებიან ეს საქართველოს ნაკრები ეს ბაჰრეინის ნაკრები გაგვეჭირდება ეხლა თამაში იმიტომ რომ ტოპ პლეიერზე მაქვს ბოლომდე მაქვს აწეული სიძლიერე და 1 წელია ეს თამაში არ მითამაშია და თუ არ დამავიწყდა ნახოთ აი ეს პასია ვიგვიცი ანუ ძალიან რთული იქნება რა ეხლა ეს თამაში რა ატაგვერხა ლობჟანიძე აი ხო აქ ვათამაშებ ლობჟანიძეს აქ ლობჟანიძეა კვარაცხელია ართუნაშვილი ხო მეგობრებო კაშია წავიდა ნაკრებიდან მოიცა აქ ზივზივაძე საჯარიმოში დარტყმა და გოლ აბა რა ზივზივაძემ გაიტანა გოლი ბუდუ ზივზივაძე აბა რა 1-0 არც ისე ძნელია ეხა მე ძნელი მეგონა რა ეს აქ უფრო ჩემპიონატებია რა ძნელი და რაღაცები ამ ჩემთვის ეს თამაში საერთოდ არაა ძნელი რა ეხა მეთქვი 1 წელი არ მითამაშიაო და თუ დამავიწყდა ეხა თამაში მაგრამ ეს ძალიან ადვილი თამაშია რა მეგობრებო ეხა და რა უნდა ამის თამაში ზივზივაძე ისე საჯარიმა შევიდა პასი მიცა ართუნაშვილმა დაარტყა და მეკარემ აუღო ძალიან კარგად ითამაშა მეკარემ ძალიან კარგად აუღო ნახოთ ეხა რა მოხდება ოპა აქ საჯარიმო და ჩახვეულები და რაღაცები მიყვარს ვა ხილაკები ამერია მაგრამ არა ზივზივაძეს მეორე გოლის გატანის შანსი ქონდა მეგობრებო აი წამოვიდნენ ჩვენსკენ რაც არ გვაწყობს აქ ოპა არა გეხვაწები ჯარიმა მეყალავები კვარაცხელია და ჯარიდა არა რა კვარაცხელი ოპა ლობჟანიძე წავედით შეტევაში ლობჟანიძე მაღალი გადაცემა კაკაბაძეზე აქ საჯარიმ ოპა კვარაცხელია მაინც დაიბრუნა ბურთს წარდეს მაგრამ მაინც დაიბრუნა გოლ აბა რა კვარაცხელია აბა რა საერთოდ არ გავს ეხა კვარაცხელი რაღაც სახეები შეუცვალეს რა ამ თამაში ეხა დავაკვირდი რა
იმიტომ კვარაცხელი ადრეს სხვანაირი იყო და ეხლა ვაფშე სხვანაირია, ოდნავ მაინც გავს. აი ელემენტარული წვერებით და თმებით მაინც გავს და წინაზე ვაფშე მელოდი კაცები იყო. რას გავდა ის 2025-ში და ეხლა კაია რა. აქ სივზივაძე წავედით. აქ მოატყვა ერთი, მოატყვა ორი უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ მოატყვა. კარგით, აქ ართუნაშვილს წაართვეს. აქ რა ხდება? ართუნაშვილმა ძალიან ცუდი პასი გააკეთა. აქ კაშია, რომელიც წავიდა ფეხბურთიდან. და დღეს აქ არის სივზივაძე. კვარაცხელი აითხოვდა პას, მაგრამ სივზივაძე პირდაპირ ცხრიანში გაუშვა ბურთი. აბა რა ბიჭო. 3-0. ნახეთ მეგობრებო. თქვენ გამოიწერეთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო რომ კიდევ გამოვიდეს ასეთი ეპიზოდები. აი 3-0. რავი იმედია ასე ბორჩება, ასე თუ არა 1-0-ს მაინც მოვიგებთ რა. კვარაცხელია, მოკლედ 3-0 რა. კარგი, მეორე ტაიმი, დავითაშვილი გამოვიყვანე, ართუნაშვილის მაგივრად. და ნახოთ აბა რას იზამს აქ. უეჭველი ვიცი შეიძლება დავითაშვილი ეთამაშონ რა დღეს. არ ვიცი ზუსტად და დარტყმა და აცლა კიდევ კარგი. აქ მამარდაშვილმა ჩააწოდა ლოჩოშვილს. აქ ლობჟანიძე ძალიან ცუდი პასი გააკეთა, მაგრამ დაიბრუნა ისე ბურთი. კვარაცხელიას ვიცა ლობჟანიძემ პასი, აქ კვარაცხელი ამ საჯარიმოში პირდაპირ და ოპა სივზივაძემ კიდევ გაიტანა მეოთხე, არა, ხო. ამდენი გოლი გაიტანა, მესამე გოლი. და აი ასეთი მაგარი გოლი გაიტანა სივზივაძემ. კარგი, წავედით აბა აქ დავითაშვილი ნახოთ რას იზამს. ვერაფერი, აქ კვესკირი, ესეც დადიხარია წავიდა. კოჩორაშვილი. იდი კოჩორაშვილი. ოპა კვარაცხელიას მიცა პასი. კვარაცხელია. რა გჭირს მეგობრებო ჩვენ დღეს ანუ განახეთ რომ ბოლომდე მქონდა სიძლიერე, მაგრამ მაინც ადვილია ეს თამაში, რაც უნდა აწიო. მაინც ადვილია ეს თამაში და ნაკრები ძმნაირია, რავი ძმა. უნდა მოვიგოთ რა. წინაზე 1-1 დასრულდა. აქ წავედით, აქ დავითაშვილმა წაართვა ბურთი. წავედით ეხა. აქ დავითაშვილმა ცოტათი ცუდი პასი გააკეთა, მაგრამ კვარაცხელია საჯარიმოში შევიდა, მაგრამ არა. ვერა. აქ ეხა დუალიმ წაართვა ბურთი, აქ სივზივაძეს ჰქონდა შანსი რომ გაეტანა გოლი, მაგრამ არ გამოუვიდა. აქ დავითაშვილი, აბა ვნახოთ რას იზამს აქ საჯარიმოში დავითაშვილი, აქ კოჩორაშვილი აგრძელებს. აქ კვარაცხელიამ ძალიან ცუდად ითამაშა ეხა, მაგრამ ისევ კოჩორაშვილი კვარაცხელიას გადააწოდა, კოჩორაშვილმა კვარაცხელიამ შორდა და არტყა და ძელს ხვდება ბურთი. კარგი. ნახოთ აბა რას იზამთ. აქ კვარაცხელიამ შესანიშნავად ითამაშა, აქ ლობჟანიძე. კვარაცხელია, ისევ ლობჟანიძე, აქ ცოტათი დიდი პასი. და ურტყავს სივზივაძე და საიდან საჯარიმოს გარდათ გაიტანა გოლი სივზივაძე, მოკლე მე რამდენად. ავე ასეთი დიდი ანგარიშით თუ მორჩება ნახოთ არ ვიცი ეხა. რამდენია? ოპა აქ თვლილება.
ბაჰრეინის ნაკრებში აქ 6-0 6-0 არ მგონია, მაგრამ მაინც ნახოთ იქნება მასე ვიძახოდი მაშინ სომხებზე და მოვუგეთ 6-ით რაღაცა 6-2 თუ რაღაცა აქ ამასობაში კვარაცხელია აქ რა გააკეთა კვარაცხელია რა გააკეთა კი არა მე რა გავაკეთე ხილაკები ამერია აქ დვალი აბა დვალი რასიზებს გადააწოდა კვარაცხელია დარტყმა და ძელს ხდება ესე ბურთი კარგი 2 წუთი დარჩა სულ და აუტი სხვათა შორის პირველი აუტი აქ ისევ ცვლილება მაგრამ რაღაც ცვლილება მე 100 წუთია უკვე და დასრულდა ასე თამაში 6-0 ანგარიში და რავი რა მოუგეთ მეგობრებო ბაჰრეინის ნაკრებს იმედია სინამდვილეში და აი ასეთი ანგარიშით მოუგეთ და საერთოდ მოუგებთ 1-0 მაინც ან 2-0 და დაწერეთ კომენტარებში რომელ ქვეყანას შევეჯიბრო აუცილებლად მოკლედ 6-0 და ზივზივაძემ გაიტანა რამდენი გოლი 4 გოლი გაიტანა კარგი მოკლედ თუ მოგეწონათ ვიდეო და ალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ნახვამდის.